გადავშალოთ ჩვენი წიგნები, სალმონი 85, ვისაც აქვს წიგნები შეგიძლიათ გადაშალოთ. რადგან ღმერთის სიტყვა არის მოცემული ჩვენთვის, ჩვენ დასარიგებლად და სიმართლის დადგენაში. რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება, რა ღმერთმა ეს სიტყვა ჩვენ დაგვიწერა, ჩვენ ენაზე. ამ სალმოს ქვია დავითის ლოცვა. 85 სალმონი, პირველი 7 მუხლი. შეგვიძლია წავიკითხოთ. ლოცვა დავითისა. მომაპყარ ყური, მომაპყარ უფალო ყური მიპასუხე, რადგან ღარიბ ხატაკი ვარ მე. დაიფარე ჩემი სული, რადგან შენი მოსავი ვარ. იხსენი მორჩილი შენი. შენ ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს. შემიწყალე უფალო, რამე თუ შენ მოგიხმობ ყოველ დღე. ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან უფალო შენკენ აღვაფყარ სული ჩემი, რადგან შენ უფალო კეთილი და შემბრალე ხარ. და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს. მოისმინე უფალო ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა, ჩემი გაჭირების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხე. შევხედავთ დავითის დარწმუნებას, უფალში დარწმუნებულია, რომ უფალი მის ლოცვებს უპასუხებს. ჩვენ ხედავთ, რომ დავითი თავის სულს აღამაღლებს უფლისაკენ, რომელიც ჩაწერილია მე-4 მუხლში. და ეუბნება უფალს, შენკენ აღვაფყარ სული ჩემი. ძვირფასო, დავითი ამით გვასწავლის, რომ ჩვენი სული უნდა იყოს ამაღლებული უფლისაკენ. რადგან როდესაც ჩვენ სულებს აღვამაღლებთ უფლისაკენ, ჩვენ შევეხებით ღვთის მადლს, უფლის მადლს, რომელიც მას ჩვენთვის აქვს მომზადებული. რათა მივიღოთ მისგან სიკეთეები. ამიტომ დავითიც მე-4 მუხლში ამბობს, მე აომაღლე ჩემი სული, რათა ღვთის მათ შეეხოს, რათა მისი სიკეთეები მიიღოს. ეს არის სწავლება ჩვენთვის, დიდებულო ღმერთო. თვითონ ჩვენთაგანისათვის, რომ ჩვენი სულები უნდა იყოს მიმართული უფლისაკენ, მისკენ, რათა მივიღოთ მისი წყალობა, მისი მადლი, რომელიც მას აქვს გამზადებული ჩვენთვის. ამიტომ არის საჭირო ლოცვა, დიდებულო ღმერთო, მიმართული უფლისაკენ. პირველ მუხლში ის ლოცულობს დავითი, რომ ღმერთმა თავის მოწყალებით მოისმინოს მისი ლოცვები. ამბობს, მომაპყარ უფალო ყური და მიპასუხე. ძვირფასო, უფალს ყოველთვის მიპყრობილი ყავს თავისი ყურები, თავის შვილებისადმი. ის ისმენს ჩვენ ლოცვებს, როდესაც ერთობაში ვართ, თუ მარტო ვიყოთ, განცალკევებული. უფალი ყოველთვის თავის ყურს მიაპყრობს თავის შვილების ლოცვას, მის მიმართებას. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი ლოცვა გულწრფელია, არა პირფერული და რაღაცას მოვალეობას ვიხდით უფლის წინაშე, არა ძვირფასო, როცა ჩვენი გული წრფელია, მისკენ მიმართულია, მაშინ ისმენს უფალი ჩვენ ლოცვებს. ამის შესახებ დავითი მე-6 მუხლშიც ამბობს, მოისმინე უფალო ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა. დავითი აქაც ეხორცება მე-6 მუხლში, რომ ღმერთმა მოისმინოს მისი მუდარა, მისი სახვეწარი, რაც უფლისაკენ აქვს მიმართული მას. და ამით თვითონ ჩვენთაგან უნდა გამოვხადოთ ჩვენი მისწრაფება უფლისაკენ, რომ მისკენ იყოს მიმართული ჩვენი ლოცვები, რომ მივიღოთ მისი კეთილი განწყობა უფლისაკენ. მაგალითად, ჩვენ გავიხსენოთ ქრისტეს ლოცვა, რომელიც კმაყოფილებით ეუბნება მამას, რომელიც იოანეს სახარებაში მე-11 თავშია ჩაწერილი. მამაო, მადლობ რომ მისმინე, ანუ ისმენ ჩემ ლოცვებს. მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. ქრისტე აღნიშნავს თავის მამისადმი ლოცვას, რომ ის ყოველთვის მისმენ. რა თქმა უნდა, ვის მიმართავს თავის ლოცვას, უფლისაკენ ის ყოველთვის ისმენ.
როდესაც ჩვენი გულიც ფელია, მისკენ მიმართული ძვირფასო. მეორე მუხში კითხულობთ, დავითი ლოცულობს, რომ ღმერთმა აიყვანოს ის თავის მფარველობის ქვეშ. ის თხოვს უფალს მფარველობას, რომ იხსნას ის თხოვს დავითი. ის ამბობს, ეუბნება უფალს, დაიფარე ჩემი სული, იხსენი მორჩილი მონა შენი. დავითის სული იყო მორჩილი უფლისადმი ძვირფასო. და ღვთისათვის მნიშვნელოვანია, როცა მორჩილი ვარ მის მიმართ ძვირფასო. ვინც ემსახურება მთელი გულით, ეს არის ჩვენი მორჩილების გამოხატულება, როცა მთელი გული მიმართულია მისკენ და მთელი სულით, მაშინ მოსწონს ჩვენი მორჩილება უფალს. დავითი ზრუნავს, თვითონ ჩვენ ზრუნავს თავის სულზე და ღმერთს შეღაღადებს. ჩვენი სულები უნდა მივანდოთ ღმერთს, რომ მან წარმართოს. წმენით და ლოცვით, რომ უფალი გახდეს ჩვენი დამცველი. ამას უნდა ვაკეთებდეთ წმენით და ლოცვით, ძვირფასო. უნდა ვთხოვოთ ღმერთს, როგორც დავითი თხოვს, დაიცვას ჩვენი სულები ბოროტისაგან, განსაცდელებისაგან, დაიცვას ცოდვისაგან, რომ დაიცვას ჩვენი სული და გვიხსნა ჩვენ. ეს სათხოვრები ჩვენც უნდა გქონდეს ლოცვის დროს, რომ ღმერთმა დაგვიცვას ბოროტებისა და განსაცდელებისაგან. ძვირფასო, ვინცაც ღმერთი იხსნის, ვინც ფიქრობს, რომ გადარჩენილია, ის ასე შვილებს დაიცავს კიდევაც, ძვირფასო. ღმერთი იცავს ათეს შვილებს. და ის ინახავს თავის შვილებს ზეციური სამეფოსათვის, თვითონ ჩვენთანგან. რადგან ჩვენ მოვედით უფალთან დღეს და გვწამს, რომ უფალია ჩვენ შორის. მისი იმედი გვაქვს და მისი რწმენა გვაქვს. და ასე შვილებს იცავს ღმერთი თავის სამეფოსათვის. ეს უნდა გვწამდეს და უნდა ჯეროდეს ყოველთვის. მესამე მუხში დავითი ლოცულობს, რომ უფალი მისი მიმართ იყოს მოწყალე. წყალობა უნდა ვთხოვოთ ჩვენ უფალს, რომ თანაუგზნოს მას, ის თხოვს წყალობას, რომ თანაუგზნოს. თვითონ ჩვენთანგან ვთხოვოთ უნდა ღმერთს, რომ თან ვაგვიგზნოს ღმერთმა ჩვენ. ეს არის მაგალითი, კარგი მაგალითი ლოცვისა, ძვირფასო. ის ეუბნება უფალს, დავითი მესამე მუხში, ჩემი წყალე უფალო, შენი წყალობისამებრ. მან იცის, რომ მრავლად მოწყალია უფალი და ის ყოველთვის შეიწყალებს მას. ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი ძვირფასო. ჩვენცაც უნდა მიმართოთ, რომ შეგვიწყალოს მისი წყალობისამებრ, როცა ვდგავართ მის წინაშე. მეოთხე მუხში დავითი ითხოვს უფალს შინაგან სიმშვიდეს. ძვირფასო. ესე ჩვენთვის სწავლებაა, როგორც მეოთხე მუხში ეუბნება. ის თხოვს სიმშვიდე გქონდეს მას. ის ამბობს, ახარე სული შენი მორჩილისა, რომ გქონდეს მას სიხარული. ღმერთს შეუძლია ძვირფასო აღავსოს ჩვენი გულების სიხარულით. გაახაროს ჩვენი სულები. და ჩვენი მოვალეობაცაა ვემსახუროთ უფალს სიხარულით, რადგან მთელი ნდობა მასზე გვაქვს მიმართული ჩვენ უფლისაკენ. და ეს არის ჩვენი პრივილეგია, რომ თვითონი შვილი ვიყოთ აღწევული ღვთისადმი სიხარულით, რადგან მისი მოიმედენი ვარ. მთელი სამყარო შემოქმედი ღმერთი მოიმედენი ვარ ჩვენ. და ის არის ჩვენი ღმერთი და ჩვენი ცხოვრების მეუფე. და ამას უნდა ვაკეთებდეთ სიხარულით, რადგან ის მეფობს ჩვენ ცხოვრებაში ძვირფასო. არამედ ჩვენი სულები დაიცავს ღმერთმა უნდა, არამედ მან უნდა მოგცეს სიხარული. ამას ხოს დავითი და გაახაროს ჩვენი სულები, რათა იყოს ღვთისადმი სიხარული ჩვენი ძალა ძვირფასო. როცა გვიხარია ჩვენ სამყაროს მეუფე ღმერთი წარმართავს ჩვენ ცხოვრებას, ჩვენ ხარობ და ეს არის ჩვენი ძალა, რადგან ღმერთი გვაძლევს ამ სიხარულს. დავით ღმერთს თხოვს ყოველი ამას ძვირფასო. ეს მაგალითია ჩვენთვის. და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ გქონდეს ყოველთვის ურთიერთობა ჩვენ ღმერთთან ძვირფასო. და როდესაც ლოცულობ, ეს ურთიერთობა არის ჩვენი ლოცვები. და როდესაც ჩვენ ლოცულობთ, ეს არის საკვები ჩვენი სულისა და ჩვენი სულიერი სიხარულისა. როცა
მიმართავს ღმერთს, ვიმყოფებთ მის წინაშე ლოცვაში. ასევე მეოთხე მულშით ძვირფასნო დავითი გვიჩენებს თავის დამოკიდებულებას ღვთისადმი, რა დამოკიდებულება აქვს მას ღმერთის მიმართ. ისე უუბნება, შენ ხარ ჩემი ღმერთი, რომელსაც მოგიძღვენი ჩემი თავი, ეუბნება უფალს. აი ლოცვის მაგალითი. შენზე ვარ დამოკიდებული და შენ გემსახურები. ეს უნდა იყოს ჩვენი ბაგეები და ჩვენი სიტყვები ღვთისადმი მიმართული. მე გემორჩილები და ამიტომ ვეძებ შენგან მფარველობას. თხოვს დავითი, ანუ ჩვენ ვიმყოფებთ მორჩილებაში. მთელი გულით ვართ მიმართული მისკენ და დავითი ამბობს, ამიტომ ვეძებ შენგან მფარველობას, რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ეუბნება დავითს და შენგან ვეძებ მფარველობას. რა თქმა უნდა, უფალი იცავს თავის შვილებს. დავითი უამბობს ღმერთს თავის გასაჭერს ძვირფასნო. იპასუხე, რადგან ღარიბ ხატაკი ვარ მე. ანუ ის გრძნობს თავის უსუსურებას დავითი. პირველ მუხში ამბობს, ამიტომ მჭირდება შენი მფარველობა და შენ გარდა არავინ მომისმენ. ის ეუბნება უფალს. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს მოუს, მაგრამ რა თქმა უნდა, ღმერთისგან უნდა ვიცოდეთ, რომ ის გვისმენს, მხოლოდ ის გვისმენს და ის პასუხობს ჩვენ ლოცვებზე ძვირფასნო. და ჩვენ ვიცით, რომ ღმერთია მეფე ღარიბ ხატაკის. ის თავს დაიმდაბლებს ძვირფასნო. ასე შვილების ის მეფეა მათი ცხოვრების. ვინც ღარიბია ძვირფასნო და რომელსაც აქვს უკმარისობა, ისინი მიიღებენ ღვთიური მადლის მეშვეობით ყოველ სიკეთეს. მეოთხე მეხუთე მუხლებში კითხულობ, დავითი ამბობს, ღმერთის კეთილნებაზე თვითონ ჩვენთაგანის მიმართ, ყველას მიმართ, ვინც ეძებს მას. ღმერთის კეთილინება აქვს მათთვის, ვინც ეძებს მას. მეოთხე მეხუთე მუხლებს თუ გადავხედავ. შენგან აღვაპყრავს სული ჩემი, შენკენ ვისწრაფით და შენი იმედი მაქვს, ეუბნება დავითი, რადგან შენ კეთილი ღმერთი ხარ. რას აღნიშნავს? რომ ღმერთი კეთილია ძვირფასნო. და ის აღიარებს ამას, რომ შენ კეთილი ღმერთი ხარ. ჩვენი ღმერთი კეთილია ძვირფასნო. ეს მისი ბუნებაა ყველასათვის. ეს არის ჩვენთვის გამხნევებას. ეს გამხნევებს ეს სიტყვები. ყველასათვის გამხნევა, ვინც მას მიმართა ძვირფასნო. მისი სიკეთე ვლინდება მის მიტევებაში, რომ ჩვენ მოგვიტევა ყველა ჩვენი დანაშაული და გვაძლევს ყოველ სიკეთეს თვითონ ჩვენთაგან ღმერთი. ის არის ღმერთი, რომელიც ისმენს ჩვენ ლოცვებს, როგორც ბოლოს ამბობდა, შენ იცრევ ჩვენ ლოცვებს. ის გულუხვია თავისი წყალობით, ის ავსებულია წყალობით ძვირფასნო ჩვენს მიმართ და ყველაფერს გვაძლევს უსასყიდლოს. ჩვენ არაფერი არ დაგვიმსახურებია მის წინაშე. ის უსასყიდლოდ გვაძლევს, რადგან მას მიმართა. ის გახდა ჩვენ ცხოვრების მეუფე. ამაზე უნდა ვიყოთ ჩვენ დარწმუნებული და მას უნდა შევღაღადებდეთ ყოველივეს დიდებულო ღმერთო. მას უნდა მოუხმობდეთ. და მას აქვს ღმერთს ყველაფერი, რასაც ჩვენ საჭიროა თვითონ ჩვენთაგან. ის გადაწყვეტს ყოველივეს ჩვენ ცხოვრებაში. ის აღავსებს ძვირფასო ყველა ჩვენ საჭიროებას მისი დიდებით. ჩვენ უნდა შევყურებდეთ მის დიდებას, რადგან ის ყოველი შემძლეა. და ის აღავსებს ყველა ჩვენ საჭირო თავისი დიდებით, ასე გვეუბნება ღმერთის სიტყვა. მისი ხელები გაშლილია თვითონ შვილების მიმართ, ჩვენს მიმართ ძვირფასნო, რომ მოგცეს ყველაფერი აუცილებელი. ასევე დავითი უყვება ღმერთს კეთილ სამუშაოზე, რომელიც ღმერთმა ჩაატარა მასში, რომელიც ღმერთმა განახორციელა დავითში. ის უყურებს ღმერთის კურთხევას როგორც საწინდარს ყველა სიკეთისა, რომ ღმერთი არის საწინდარი ყველა სიკეთისა, რაც მის ცხოვრებაში სრულდებოდა. ის ამბობს, რადგან შენი მოსავი ვარ, შენზე დაიმედებული ვარ. ამიტომ დაიფარე ჩემი სული მის თვალებში. ღმერთი ყველასადმი კეთილ განწყობილია, ვინც მას მოუხმობს. ის არის მის ღვთის მფარველობის ქვეშ, აღნიშნავს დავითი, რომ ღმერთია ჩემი მფარველი, ის მეუფებს ჩემ ცხოვრებაში. და ყველა წმინდები ღმერთის ხელებშია ძვირფასნო.
ვინც იმყოფება მის წინაშე. და დავითის სული არის განწყობილი ღმერთთან ურთიერთობისათვის. ჩვენი ურთიერთობა რა არის? ხმობა ჩვენი უფლისა, მასთან ურთიერთობა, მასთან ლოცვა, მასთან სიახლოვეში ყოფნა. მას აქვს იმედი დავითს, რომ ღმერთი უპასუხებს მის ლოცვებს, რადგან ღმერთმა განაწყო ის ლოცვისათვის. ძირფასო, ჩვენ თუ სურვილი წყურვილი არ გვაქვს, ეს ღმერთის განწყობა არ არის. ღმერთი განაწყობს ჩვენ ლოცვისათვის. და დავითი აღნიშნავს ამას, რომ ღმერთმა განაწყო ის ლოცვისათვის. რადგან მისი მეუფება მის ცხოვრებაში. მესამე მუხში ვკითხულობთ, რომ დავითი მუდმივად ლოცულობს, ყოველთვის ლოცულობს. მის ლოცვა არ წყდება, რამოთი შენ მოგვიხმობ ყოველ დღე, ეუბნება დავითი. ჩვენი მოვალეობა ყოველთვის ვილოცოთ ძვირფასო. ვილოცოთ განუხრელად, მუდმივად. და მაშინ ჩვენ შეგვიძლია, როდესაც მუდამ ლოცულობ, ვიყოთ დარწმუნებული, უნდა ვიყოთ. ჩვენი ლოცვები, რომ გაჭირების დღეს იქნება შესმენელი ძვირფასო. როდესაც მოდის განსაცდელი და ჩვენ გვაქვს იმ დღეს აღსრულებელი ლოცვები და ვიყოფებით ღმერთისადმი ლოცვებში, ეს განსაცდელი ჩვენ ღმერთი გვაშორებს, რადგან ჩვენ ვილოცეთ ძვირფასო. ზოგი განსაცდელის დროს ლოცულობს მარტო. თუ განსაცდელის დროს ლოცულობ, რა თქმა უნდა ღმერთი შეგვეწევა, მაგრამ როდესაც უკეთესია, როცა დღის განმავლობაში ლოცულობ, ეს განსაცდელი გვერდს აგივლის ძვირფასო თვითონ ჩვენთაგან. და დავითი თავის ლოცვაში ღვთისადმი წარმართავს თავის ლოცვას და თავის სულს აღამაღლებს მისკენ. და როდესაც ჩვენი სული ამაღლებულია უფლისაკენ, იმედი უნდა გქონდეს, რომ ღმერთი გვიპასუხებს ჩვენ ლოცვებში. მეშვიდე მუხში დავითი ამბობს, ჩემი გაჭირების დღეს მოგიხმობ. რასაც არ უნდა აკეთებდეს სხვები, მე მოგვიხმობ შენ და მიგანდო ჩემს საქმეს, რადგან შენ მომისმენ და მიპასუხებ. ძვირფასო, ღმერთი იმსახურებს დიდებას. მან ინდომა, რომ ჩვენი გამხდარი ყოს, ჩვენი უფალი და ჩვენი მსმელი, ჩვენ ცხოვრების წარმართველი. და მან გაგვიცხადა ნათელი გზა თავის ძეში იესო ქრისტეში, რომელიც მოავლინა ჩვენთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენ უფალ და მსნელად, მივიღეთ ჩვენ გადამრჩენად, ჩვენ სიცოცხლის წარმართველად. ჩვენ მის გამო ვიმყოფებით დღეს ახლა მის წინაშე, რათა მის სიახლოვეში ვიმყოფებით მის თანდაცრებაში, რა თქმა უნდა სახლებში ვღებულობ მის თანდაცრებას, როცა მოუხმობ მას, ძვირფასო, მაგრამ როცა ერთობაში ვარ, ეს ერთობა მხოლოდ მის ეკლესიაშია და ღმერთს უხარია, როცა ვიკრიბებით ყველანი ერთად. ერთად ლოცულობ მის მიმართ, ერთად შევღაღადებ. და ღმერთის სიტყვა გვასწავლის, რომ უნდა ვლოცულობდეთ, რათა ყოველი გასაჭირი, ყოველი განსაცდელი აგვშორდეს მანამდე, სანამ მოგვეწევა ძვირფასო. ამიტომ ღმერთის სიტყვა გვეუბნება, ეს არის ჩვენ დასარგებლად, გამუდმებით ილოცე. და უფალი ყოველთვის ჩვენთვის არის. ეს მოგცემ ჩვენ მშვიდობას, ყველა საჭიროება გადაწყვეტილი იქნება ჩვენ უფალ იესო ქრისტეში. ის არის ერთი ნათელი გზა ჩვენთვის. და დიდება პატივი ჩვენ უფალს და მადლიერება მისი სიტყვისათვის, რომელიც მოგცა ჩვენ დასარგებლად. და უფალმა გაკუთხოთ, გავითავისოთ მისი სიტყვა და მივიღოთ ჩვენ გულებში. ავიკურთხეულ